Libatonu. Ak rakhana mikete agar არის. This is all. Libatonu. Take again. Oh, ara is it. მოგესალმებით, მიხარია, რომ ხვდებით და გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო თემა, რომელსაც აქვს თავისი ხანგრძლივი ისტორია. არ დაწყებულა ეს ბოლო წლებში, როდესაც ეს რაღაც აფეთქება მოხდა და მე თავიდან მოგიყვებით რა არის სინამდვილეში როგორ მუშაობს რა იყო მისი ისტორია და რა პერსპექტივები არის ამ თვალსაზრისით. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი რა არის პირველ რიგში? ეს არის ინტელექტი ხელოვნური, ანუ ადამიანის ინტელექტის იმიტაცია. თითქოს ადამიანი ხარ, ხო? თითქოს ადამიანივით საუბრობ, თითქოს ადამიანივით გესმის. ადამიანივით წერ. ეს ამოცანები, ამ ამოცანებზე ფიქრი დაიწყეს მეცნიერებმა კომპიუტერის გამოგონებისთანავე. სანამ კომპიუტერი გამოიყენებოდა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ამ ამოცანების განხორციელება და უკვე 50-იანი, 60-იანი წლებიდან დაიწყო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა. თავიდან მიუდგნენ ამ საკითხს მათემატიკურად დეტერმინისტულად, რაც ნიშნავს, რომ აიცით რა მაგალითად თუ ვინმე იკითხავს ჯორჯ ვაშინგტონი რომელ წლებში იყო პრეზიდენტი, ეს რაღაცა if else-ით უნდა იყოს აწყობილი, ეს პრეზიდენტი, ესე იგი ამ წლებში და ასე შემდეგ და ესე უნდა დაგენერირდეს პასუხი. მაგრამ ეს საჭიროებდა მთელი ამ ცოდნის, კაცობრიობის ცოდნის რაღაცნაირად მათემატიზირებას. რაც რა თქმა უნდა ძალიან რთულია. და მიუხედავად ამისა, პირველად შექმნეს ეგეთი პროგრამა ELIZA, რომელიც 1966 წელს შექმნა Manchester Institute of Technology, MIT. ეს არის ამერიკული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოცინავე ტექნოლოგიებში. აი, პირველ ხაზზე დგას ხელოვნური ინტელექტის და ასე შემდეგ. და მათ შექმნეს ეს ELIZA, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ჩიხისკენ წავიდა ეს. ანუ ურთულესია. კი შეიძლება, მაგრამ ისეთი ძალისხმევა სჭირდება, რომ ეს არ გამოდის. ამის შემდეგ დაიწყო სხვა მეთოდებით ხელოვნური ინტელექტის გაცვლა, ეს არის სტატისტიკური მეთოდები. რაში მდგომარეობს ახლა სტატისტიკური მეთოდი? რომ ვიღებთ ტექსტს, ძალიან დიდი რაოდენობით ტექსტებს და უკვირდებით კანონზომიერებებს ამ ტექსტში. მაგალითად, ცა არის ლურჯი, ხო? ქართველები ესე ვამბობთ. და ცა არის ტექსტებში, როდესაც არის ძალიან ბევრჯერ ნანახი, ის უყურებს ტრადიციულად, როგორც წესი, ამას რა სიტყვა მოსდევს. მოსდევს ლურჯი. ხო, ის შეიძლება სხვა გაგრძელებაც ჰქონდეს, ცა არის შეიძლება სხვადასხვა კონტექსტი იყოს, თქვათ, არ ვიცი, ერთის ადგილი, სადაც არის ან ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ლურჯი, ხო? რომ მარტივად არცაქმელი იყოს. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ენგრამები. ენგრამი ნიშნავს ენცალე სიტყვა და მომდევნო სიტყვას იცნობ. ხო, აი ესეთი მეთოდით დაიწყო განვითარება და აღმოჩნდა გაცილებით უფრო ეფექტური ვიდრე ესეთი დეტერმინისტული წესებზე აგებული
ხელოვნური ინტელექტი. რა იყო ახლა აქ ყველაზე დიდი მიღწევა ამ მეთოდის იყო Google Translate. Google Translate 2006 წელს შეიქმნა და ეს იყო საოცრება დამიჯერეთ თქვენ ძალიან არც იქნებოდით იმ დროს. მაგრამ როდესაც მანქანამ დაიწყო თარგმნა თვითონ, ხო? და რამდენიმე წელიწადში როდესაც გამოჩნდა ქართულადაც ეს დამტვრეული ქართულით, მაგრამ მაინც თარგმნიდა, ეს იყო რაღაც საოცარი მოვლენა. მაგრამ ამ მიმართულების განვითარებამ ასევე აჩვენა, რომ ამ გზას აქვს თავისი ნაკლოვანებები და სხვა მიდგომა საჭირო. იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, ცა არის ლურჯი, კი არის სტანდარტული პასუხი, მაგრამ ყველა წინადადება ასე ხო არ უნდა სრულდებოდეს, არა, სხვადასხვა კონტენტში სხვადასხვა პასუხს ველოდები. გააჩნია კონტექსტს, რა წინადადებები უძღვის ამას, რა წინადადებები რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი. ხო, და ამის შემდეგ 2010 წლიდან 2017 წლამდე დაიწყო ნეირონული ქსელების გამოყენება. ნეირონული ქსელი არის ადამიანის ტვინის ძალიან პრიმიტიული იმიტაცია. ადამიანის ტვინში არის ეგრეთ წოდებული სინოფსები, რომელიც ერთ ნერვულ უჯრედს აკავშირებს მეორე ნერვულ უჯრედთან და ადამიანის ფიქრი წარმოადგენს ამ უჯრედებს შორის ამ სხვადასხვა სიგნალის გაშვებას, სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვანაირად. ესე არ ფიზიკური მატერიალიზაცია ჩვენი აზროვნების არის ეს. მაგრამ ადამიანის ტვინი არის გაცილებით უფრო კომპლექსური, ვიდრე ეს იმიტაცია და რამდენად უფრო განსხვავებულია, ამას თქვენ ცოტა ხანში მიხვდებით. ხო, ანუ ნეირონული ქსელი არის მათემატიკური მოდელი, მათემატიკური სტატისტიკური მოდელი, რომელიც საშუალებითაც სისტემა სწავლობს. რას ნიშნავს ახლა სწავლობს, ხო? აი მაგალითად ავიღოთ რაღაც წინადადება. ისე ცა არის ლურჯი, მაგრამ ჩვენ ხო თქვით ეს არ გვაწყობს ყოველთვის სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა რამე უნდა იყოს. როდესაც გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ანუ ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელი მასალა, ის უყურებს, რომ მოიცადეთ, ცა არის ლურჯი ერთ შემთხვევაში კი იყო, მაგრამ სხვა 10 შემთხვევაში, 20 შემთხვევაში სხვადასხვა პასუხი მომცა. და როგორ გავიგო ეს კონტექსტი? როდის რა უნდა უპასუხო? ანუ მე რომ უფრო ჭკვიანი ვიყო, მე რომ არ ვიყო ესეთი ცალსახა დეტერმინისტური ერთი პასუხებიც და მეც ნუ მომწყობა. და აქ შემოდის ნეირონული ქსელი. ნეირონული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეალიზება, აი მათემატიკა რასაც გიყვართ, კარგად გაიგებთ, არის ვექტორი. არ ვიცი, მაღალ კლასების წარმოადგენელი საერთოდ რომელთაც ვექტორი იცით რა არის. ახლა უყურეთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით, თუ დაგამახსოვრდება. ნეირონული ქსელის თავი არსი ის არის, რომ სიტყვას აღწერთ რიცხვებად. სიტყვა არის ვექტორი. რიცხვების თანმიმდევრობა. თავიდან დაიწყო, ეს იყო 300 განზომილებიანი სივრცე, წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო ვართ 3 განზომილებიაში. მოვთხრეთ, რომ ეს იყო 300 განზომილებიან სივრცეში დაიწყეს მოდელის წვრთნა. რას ნიშნავს ახლა თითოეული სიტყვა არის რაღაცა რიცხვების მიმდევრობა და მოდელი არის გაწვრთნილი, ნიშნავს სწორი რიცხვები არის ამ ვექტორში. მაგრამ უკვე აქ შემოდის საინტერესო მათემატიკა. არ გადაგხლის ამ ვექტორებით ერთ რაღაცას ვიტყვი და შემდეგ გავაგრძელოთ უფრო ზოგად თემას. აი მაგალითად, ვექტორებზე შეიძლება ესეთი ოპერაციის ჩატარება უკვე. მეფე, გამოვაკლოთ კაცი, დავუმატოთ ქალი.
უდრის დედოფალს. ანუ მასზე ესეთი აზრობრივი ოპერაციების ჩატარება უკვე არის შესაძლებელი, ანუ მათემატიზირებულია. და ამან გამოიწვია, სრულიად სხვა დონეზე ასვლა და საბოლოო ჯამში მივედით უკვე თანამედროვე დროზე, ახლანდელ დროზე 2017 წელს Google Brain-მა, ეს არის Google-ის კვლევითი ცენტრი, გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ესე ქვია ამ სტატიას Attention is all you need. ეს არის ყურადღება არის ის, რაც ყველას გჭირდება. და რატო ჯერ ეს სათაურიც ფილტვების ცნობილი სიმღერა იყო Love is all you need და მათ აღმოაჩნდათ ერთნაირად რევოლუციას, რომ ახდენდნენ თქვენს, რომ attention არის ის, რაც გჭირდებათ, მაგრამ attention ამ შემთხვევაში წმინდა სტატისტიკურ ყურადღებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. და რაში ახლა საქმე, რატო არის ეს აუცილებელი მეთოდი, რომ ნებისმიერი წინა მოდელი, როდესაც ტექსტი კითხულობს, ეს მოდელი კითხულობს ყველაფერს მიმდევრობით. და მან იცის წინა ნაწილები, წინა ნაკადები. ძალიან წინა ნაწილი, აი მაგალითად თუ მე-20 გვერდზეა პირველი გვერდი, მას ავიწყდება. იმიტომ რომ ამდენი რესურსი არ აქვს და ესე მიყვება. წინა კონტექსტი ახსოვს, მაგრამ თქვათ ნაწარმოების თავში რა მოხდა, ის არ ახსოვს. მაგრამ ეს attention-ის მეთოდი არის საოცარი მეთოდი, იმიტომ რომ ის მაგალითად ნაწარმოებს ერთდროულად ჰოლისტიკურად აღიქვამს, მთლიანად იცის, შესაბამისად გაცილებით ჭკვიანია. და ამ მოდელების განვითარებაში გადაწყვეტი როლი შეასრულა ტექნოლოგიების განვითარებამ, ტექნოლოგიას გულისხმობ გამოთვლითი რესურსები, ხო? GPU კაგილიათ, ყველა ბევრი თამაშობთ ალბათ, არის CPU, არის GPU. ეს არის ვიდეო ბარათი, ხო? რომელზეც ტარდება დიდი ოპერაცია, მაკრცების გამრავლება ამ შემთხვევაში. და აი ამ მიდგომას მოყვა რევოლუცია. რევოლუცია გამოიხატა იმაში, რომ შეიქმნა GPT-2, შეიქმნა GPT-3, შეიქმნა Claude, ყველაფერი ტრიალებს ამ მიდგომის გარშემო. ამ მეთოდით გაწვრთნას მოდელის სჭირდება საოცარი გამოთვლითი რესურსი. მაგალითს მოგებთ. არის ესეთი GPU, ვიდეო ბარათი A100, რომელიც არის ძალიან ესეთი, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ იყო საოცარი შესაძლებლობების. საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტში გვაქვს 2 ცალი A100 სერვერზე და თავი მოგწონს და მათემატიკოსები მოდიან, აბა გაგვაშვებინეთ ამოცანა რაღაც და აი ეს მოდელი GPT-4 ბოლო მოდელი გაიწვნა 25,000 ესეთ GPU-ზე იწვრთნებოდა 4 თვის განმავლობაში და მარტო წვრთნა დაჭდა $100 მილიონი. მარტო წვრთნა. ხო, ანუ წარმოიდგინეთ ახლა რა მასშტაბებზეა, ესე იგი ამას როგორი თეორიული საფუძვლებიც არ უნდა ქონდეს, როგორი ჭკვიანი მეცნიერებიც არ უნდა მუშაობდნენ ამაზე. ამას შეიძლება უზარმაზარი ტექნიკური რესურსი, რომ ეს განხორციელდეს. მაგრამ ახდენს აუცილებლობას. ანუ GPT-3 შეიქმნა 22 წელს და 2023-ში გამოჩნდა უკვე ChatGPT. ანუ ეს მოდელი გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველას ცხოვრება მეტნაკლებად შეცვალა. ახლა საინტერესო ფაქტია, ახლა ცოტა რომ ვექტორებისგან გადავხვიოთ. ყველაზე მეტად იცით რომელ პროფესიას დაატყო ხელი პროგრამისტებს. როგორი საოცარი წარღვნა იყოს, ეგეთ გამოთქმა არის საფრანგეთის რევოლუციის
მაგალითზე, რომ რევოლუცია პირველ რიგში თავის შვილებს ჭამსო და ესე აღმოჩნდა, რომ ამ ტექნოლოგიამ, რომელიც იწილად პროგრამისტების და მონაცემთა მეცნიერების და მათემატიკოსების შექმნილი იქნა, პირველ რიგში შეუტია თვითონ პროგრამისტებს. რატომ? რომ პროგრამირების ენა გაცილებით ადვილი გასაგებია მანქანისთვის, ვიდრე ადამიანის ენა. და შესაბამისად ძალიან მაღალი სიზუსტით დაიწყო პროგრამების წერა. ანუ ახლა მე როცა სანამ ჩემს თანამშრომელს მე აუხსნი რა მინდა 10-დან 7 შემთხვევაში იგივეს ვეუბნები პლოტს მაგალითად და უკვე აქვს გამზადებული პროექტი. ანუ მე არ მჭირდება ძალიან ნაკლები პროგრამისტი მჭირდება. ხო. ანუ პროგრამისტების კვალიფიკაციაზე მოთხოვნა შეიცვალა საოცრად. ანუ მე ახლა უკვე მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ეფექტურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ამ პროგრამების აწევად. ხო. კი ბატონო. ხელოვნურ ინტელექტში რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა აუცილებლად ვისაუბროთ. ასხვავებენ სამი ტიპის ხელოვნურ ინტელექტს. ეს არის artificial narrow intelligence, artificial general intelligence და artificial super intelligence. რა განსხვავება ახლა ამათ შორის? Artificial narrow intelligence არის ის რა ეტაპზეც ჩვენ ვართ. ახლა უყურეთ, ესეც მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი როგორ მუშაობს და რა დონეზეა. მას არ ესმის აზრები. ანუ აზრი მას არ აქვს. მას აქვს უბრალოდ კარგად შესწავლილი ტექსტები. მან იცის, აი მარტივად რო ვთქვათ, ორ წინადადებაში როგორ მუშაობს დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი. მან თუ იცის რამდენიმე სიტყვა, აი დასვით კითხვა და რამდენიმე სიტყვაზე მივიდა. მან იცის ეს როგორ გააგრძელოს, როგორ დაასრულოს პასუხი. მაგრამ მას არ ესმის აზრი. იმან აზრი არ იცის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ის მექანიკურად, აი როგორც თუთიყუში ისე მოქმედებს. რა არის artificial general intelligence? ეს არის ადამიანის ინტელექტი. ადამიანის ინტელექტის მქონე ხელოვნური ინტელექტი. როდესაც ის მართლა ფიქრობს, ის უბრალოდ ტექსტებით კი არ მანიპულირებს, ის ფიქრობს. ჯერჯერობით არ არის ეს შექმნილი, თუმცა არის მოსაზრება, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ იქნება 5-10 წლის შემდეგ. სხვათაშორის აი general artificial intelligence-ის შექმნა უკავშირებენ ზოგიერთი დიდი მეცნიერი დიდ რისკს. ახლა რატომ? როგორც კი ეს ადამიანური აზროვნების მოდელი შეიქმნება, ის დაიწყებს თავის გაზრდას, ჩვენგან დამოუკიდებლად თავს ასწავლის. თვითონ რო ასწავლის, ის ხდება უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ძლიერად ასწავლის. და ის თვითგანვითარებას იწევს. და ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან. არის ესეთი ცნობილი დიდი მეცნიერი ჯეფრი ჰინტონი. საინტერესო სახელია, შეიძლება კარგი იქნება დაიმახსოვროთ, რატო არის ახლა ეს მეცნიერი გამორჩეული, რომ თვითონ არის თვითონ ამბობს, რომ მე არა ვარ მონაცემთა მეცნიერი, მე უბრალოდ მაინტერესებს ტვინი როგორ მოქმედებს და ასე შემდეგ და 80-იან წლებში, როდესაც აი ხო მოგიყევით სხვადასხვა ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მეინსტრიმი იყო სხვა. ამა გაამჭვრიტა სინამდვილეს ხელოვნური ინტელექტი, როგორ უნდა რაგზით უნდა წასულიყო და აი დასწინოდნენ რაღაც, მაგრამ აღმოჩნდა ეს ადამიანი მართალი.
რატო ძახიან კიდე ნატრიას მარტო ამის გარდა არა იმიტომ რომ ძალიან დღეს ამ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები არიან სამის მოსწავლეები არიან და ეს ადამიანი მუშაობდა Google-ში ძალიან დიდ თანამდებობაზე და 2023 წელს დატოვა Google-ი იმ მოტივით რომ მე ვნანობ რაც გავაკეთე იმის გამო რომ შიშობ რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვა კონტროლიდან და ნუ ამას ყვება და ასე შემდეგ. არის სხვა მოსაზრებებიც არ ვფიქრობ რომ ეს პანაცეა არის. მოკლედ გადავიდეთ ახლა სუპერინტელექტზე. რა არის სუპერინტელექტი? სუპერინტელექტია ინტელექტი რომელიც ადამიანის ინტელექტზე გაცილებით მაღალი დონის არის. ვთქვათ, ჩვენზე 100-ჯერ მეტად ჭკვიანი, 1000-ჯერ მეტად ჭკვიანი. და ეს ჭკვიანი არ ნიშნავს მის მხოლოდ ინტელექტს, ეს ნიშნავს მის ემოციური ინტელექტს. მას აქვს ყველა ნაწარმოები. ეს დღევანდელი ინტელექტსაც, რაც კი ადამიანს ნაწარმოებები შეუქმნიათ, ყველაფერი წაკითხულია. უფრო დღევანდელი ინტელექტი ამას ვერ ხარშავს, ასე ვთქვათ, ცნობიერი არ აქვს. და სუპერინტელექტს რა თქმა უნდა შეიძლება ამ ყველაფრის გაზრება, ამ ყველაფრით მოქმედება და საფრთხე რაში მდგომარეობს მოკლედ ესეც რომ დეტერმინისტული იყოს მარტო ის არ არის საფრთხე რომ ჭკვიანი ჩვენზე ჭკვიანი რაში გვაწყობს ასე ვთქვათ. საქმე ის არის რომ ადამიანს აქვს ჩადებული ბუნებრივად რაღაც ეთიკური ნორმები, რა შეიძლება, რა არ შეიძლება. და დაუშვათ ეს ხელოვნური ინტელექტი შენ გემორჩილება. შენ რო უთხრა რომ იცი რა შენ გახდე ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში, ან ყველაზე მდიდარი გამხადე. როგორც ჯინს, მას ამის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ აი რაც მას არ აქვს, მას არ აქვს ის ეთიკური მაჩვენებლები იმან შეიძლება ჩაიდინოს ისეთი თქვათ არალეგალური ქმედებები გამდიდრებისკენ ის დაიწყებს ყველაზე მოკლე გზის ძებნას ჩაიდენს ისეთ დანაშაულს რომელსაც იცის რომ ვერასდროს ვერავინ ვერ გამოიძიებს და ამ გზებით ივლის და როგორ შევაკავოთ ამისგან ეს არის დილემა და ამ დილემაზე სხვათა შორის მუშაობენ ახლა როგორ მუშაობენ ხა მე ცოტა გავერთე ცოტა დეტალებში მაგრამ საინტერესოა ის ნაწილიც რომ აი მაგალითად კლოდი არის ერთ-ერთი ალტერნატივა ხო კლოდის და სხვაებიც მისი ათროპიკი არის თვითონ კომპანია ცდილობს რომ ხელოვნური ინტელექტი გახადოს ეთიკური და როგორ ძალიან ბევრ კითხვას უსვამს და როდესაც ის არაეთიკურ პასუხს აძლევს, ეუბნება ეს არ არის სწორი. ეს მეორე შენა გააკეთო. და ასეთნაირად ცდილობდნენ ამ ხელოვნური ინტელექტის გაეთიკურებას. რა გამოვა არ ვიცით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჯინი არის გამოშვებული რაც იმას ნიშნავს, რომ კლოდმა შეიძლება თქვას ესე, კი ბატონო, სწორია, მაგრამ ჩინურმა ერთ-ერთმა კომპანიამ თქვას, არა ეს რასაჭიროა. ხდება, აი მაგალითად ატომური ბომბი რო ჩამოაგდო, ამერიკის შეერთებული შტატებმა მოტივი იყო, რომ რატო უნდა დაიღუპოს ჩემი ასეულ ათასობით ჯარისკაცი იაპონელებთან ომში. ეს ჩემი მოქალაქეები ეს მორალურად მართალს გრძნობდა თავს, რომ რისი გულისთვის შემეძლია ჩავაგდო და ამდენ ოჯახს არ გავაუბედურებ. ხო, ეს იყო მორალური გამართლება თავის. იგივე არის ეთიკური პრობლემა ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. აი ომში გამოვიყენებ რაღაც ჩემი მოქალაქე დაიღუპოს, ამანიომოს, ამას შეუმციროთ ესეთი ეთიკური ნორმები და ამან გაიმარჯვოს. ბატონო? ხო, მაგრამ ხო, აი ამ შემთხვევაში უკვე შენ აი სახელმწიფოს მე ცოტა საინტერესოა ეს მაკიაველიანის კი მოდის ეს პრინციპი, რომელიც ჭეშმარიტი პრინციპია, მაკიაველი ყოველთვის არ ამბობდა, როცა შენ ხარ სახელმწიფოს მეთაური,
შენ არ გაქვს უფლება სამართლიანობის პრინციპით გამოხვიდე. უცნაურ რაღაცას ვამბობ ახლა. მაგალითად ეს ტერიტორია, რომელიც მე დამეტოვა ჩემმა წინამორბედმა, უსამართლოდ იყო მიტაცებული და ახლა მე ის უნდა დავუბრუნო. არ შეიძლება. შენ პირად საქმეში როგორც ისე ისე მოიქეცი, მაგრამ შენ მოვალე ხარ ყველანაირად დაიცვა ყველა გზით შენი ქვეყნის ინტერესი. გადაიფარო, არასოდეს არ დათმოისრა შენ ანუ სხვა პრინციპები, სხვა ხა ცოტა ფილოსოფიური საკითხია, მაგრამ ესეა, რომ თქვათ ახლა ჩვენ როგორ მივიტაცეთ ეს ტერიტორია, მოდი ახლა დავაბრუნოთ. არ ხარ შენ კარგი მმართველი. ასეთ შემთხვევაში, ომის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მმართველის ვალდებულება თავის ქვეყნის ინტერესი დაიცვას. ცოტა რთული წარმოსადგენი. ხო, ერთ საკითხი, რაზეც კიდევ მინდა ვთქვა, რაც დასამახსოვრებელია, აი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეტაპები ხო თქვით. და თქვით, რომ მასთან ახლავს ისე იცნობს სიტყვებს, რამდენიმე სიტყვა გამოიცნო და ჩემ კითხვაზე მომდენო სწორი პასუხი რა იქნება, იმას წერს. და თითქოს ამით უნდა ამოწურულიყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. მაგრამ მას ახასიათებს ეგრეთ წოდებული აი რაღაც განსაკუთრებული თვისებების შეძენა, რომელზეც ჩვენ არ გვიფიქრია, რომელიც შეიძლება კარგიც არის, ცუდიც. მაგალითად, GPT-2 ვერ წმიდა მათემატიკურ ამოცანებს. და GPT-4 უბრალოდ აღმოაჩინეს, ამაზე ის არავინ არ გაუწურთმია. არავის არ გაუწურთმია მათემატიკური ამოცანები ამოხსენა. იმდენად გაიწაფა ტექსტების ამ ტრანსფორმერის ამ GPT-ის მოდელი იმდენად დიდი გახდა, რომ მან დაიწყო ჩვენ და მოულოდნელად მათემატიკური ამოცანების ამოხსნაც, რაც დიდი პრობლემა იყო. ასევე ეს ჯეფრი ჰინტონი ამბობს, რომ აი პირველი ყველაზე დიდი გაოცება მე განვიცადეო, როდესაც მივხვდიო, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო იუმორის გაგება. და დაიწყო იუმორით სავსე პასუხების გაცემა, როდესაც ამაზე ის არავის არ გაუწურთმია და საიდან ეს ხო იუმორი ხო სხვა ის არის, ანუ ტექსტებს უკან რა არის, ფარულად დაიწყო იმის მოდელირება და დაიწყო ესეთი პასუხების გაცემა. ბატონო, ეხლა მოდით ორი სიტყვით ქართულ სინამდვილეზე ვთქვათ და შემდეგ შეგვიძლია კითხვებს გადავიდეთ. იუნესკო იცით ყველამ, ხო? იუნესკო არის გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ენას, კულტურას, განათლებას და ასე შემდეგ ყურილებს, ასე ვთქვათ. და 2003 წელს მან გააკეთა პროგნოზი, რომ გლობალიზაციის და ტექნოლოგიების განვითარების გამო 2100 წლისთვის ენების 90% იქნება მკვდარი ენა. მკვდარი ენა რას ნიშნავს, რომ მასზე ბუნებრივად მოსაუბრე ადამიანი აღარ დარჩება. ხო, და მაშინ ეს 2003 წელია, წარმოიდგინეთ 23 წლის წინ. და მაშინდელი სტატისტიკით ორ კვირაში ერთხელ ერთი ენა გვდებოდა. და ენის დაკარგვა ენა ითვლება კაცობრიობის ძალიან დიდ სიმდიდრედ, ინტელექტუალური სიმდიდრეა, თითოეული ენა იმაში არის თაობები ჩადებული, მსოფლმხედველობა, 1000 რამ აი როგორც სახეობა რომ გაიკარგოს, ხო, არანაკლებით უფრო მეტი არ არის კაცობრიობისთვის ენის დაკარგვა. და მაშინ ვინ იფიქრებდა ახლა ამ ხელოვნური ინტელექტის ასეთ აფეთქებას, ხო? სამწუხაროდ ეს პროცესი არის ძალიან დაჩქარებული. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, Mozilla, ხო იცით, Mozilla გაგიგიათ, Mozilla Firefox. მას ჰქონდა კონკურსი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ, აი მცირე ენების შენარჩუნება, დოკუმენტირება და მეგრული, სვანური და წოვათუშურის მონაცემები, ცოცხალი საუბარი ჩავწერეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გაიცნას და თაობებს შემოუნახოთ. და წოვათუშური არის ესეთი ენა,
რომელზეც დაახლოებით სულ მაქსიმუმ საუბრობს დღეს საქართველოში 400 ადამიანი. ოღონდ ახალგაზრდები აღარ საუბრობენ, ანუ ენა კვდება და როდესაც ვიყავით ჩასული ადგილზე ამ ენის ჩასაწერად, ყველაზე ახალგაზრდა ვინც ყოფილა იცოდა იყო 58 წლის. ესაც არას ნიშნავს ენის კვდომა, რომ კარგად დაინახოთ. ხო, რა თქმა უნდა, ქართულს ესეთი საფრთხე არ ემუქრება დღეს და ხვალდაზე, მაგრამ საფრთხე არის ძალიან დიდი, თუ ის არ იქნება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით სათანადოდ აღჭურვილი. თუ არ იქნება კარგი ხმა ტექსტში, ტექსტი ხმაში, კარგი თარგმანი და ასე შემდეგ, ახალგაზრდები უბრალოდ იძულებული იქნებიან უცხოურ ენაზე მიიღონ განათლება, არ იქნება შესაბამისი ლიტერატურა, თქვა, ხო, ქართულ ენაზე. ბიზნესი, სადაც ინგლისურზეა გადასული მეცნიერება, კიდე არ იქნება ინგლისურ ენაზე წერა სტატიებს და ასე შემდეგ და არის დიდი საფრთხე ამ ქართული ენის გამოდევნის სხვადასხვა სივრციდან. და მაგალითი რომ მოვიყვანოთ, უბრალოდ მასშტაბი როგორი არის ამ საფრთხის, საფრანგეთი წარმოიდგინეთ, სად ფრანგული და სად ჩვენი ენა. აქვს უზარმაზარი ბიუჯეტი გამოყოფილი სტრატეგია დეგოლიდან მოყოლებული, რომელმაც შეამჩნია ამის საფრთხე საფრანგული ენის გადარჩენის. 3500 კაცი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ცენტრებში საფრანგეთში, რომ ფრანგული ენა იყოს დაცული და ამ ტექნოლოგიებმა საფრთხე არ შეუქმნას. 260 მილიონი ევრო იხარჯება მარტო კვლევებზე. ახლა ბიზნესი რას აკეთებს, კიდე ცალკე თემა. ხო, ქართულ სინამდვილეში რა თქმა უნდა არაფერი არ იხარჯება ამ მიმართულებით და მაგრამ მაინც ახალგაზრდებზეა საბოლოოდ ამოკიდებული ეს ყველაფერი. როგორ თქვათ, აირჩევს ამ მიმართულებას, რომ გააზრებული ქონდეს, რომ ქართული ხელოვნური ინტელექტის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ენის და ენის გადარჩენა ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გადარჩევას, ხო? ქვეყანას მინუს ენა არაფერ არ არჩება, არ ვიცი. ხო, ამიტომ ქართული ენა და ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ კინოული თემა არის და ეცადეთ, როცა შეიძლება გამოიყენოთ ქართული, ყოველთვის გამოიყენოთ. იმიტომ რომ ტენდენციები, სტატისტიკები არც თუ სასიამოვნოა. ეს მოკლედ ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ახლა თუ გაქვთ კითხვები, სიამოვნებით.